საქართველოში მეღვინეობის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ლეგენდის თანახმად უძველეს დროში კაცმა ტყეში ამოიღო ვაზი და სახლთან ახლოს დარჩა. მადლიერების ნიშნად მასმა კაცს არაჩვეულებრივი ფეხის მტევნები აჩუქა. მან დაწურა მტევნები და მიიღო ღვინო. ღვინო ქართველ კაცს არა მარტო სიამოვნებისთვის, არამედ სული საცხონებლადაც სჭირდებოდა. ასე შეიქმნა ზედაშეს ზედაშ შესაწირავი. საბა ზედაშეს ასე განმარტავს. შესაწირი ღვინო ყველაზე კარგი, თავანკარა ღვინო პატარა ქვერში ქუცოში ისხმოდა და ღმერთის შესაწირად ინახებოდა. ეს ადგილი ჩახლიანა, ავენახებს ჩალანთ ვენახებს ეცახება. აქ მარნის ბევრი ნანგრევი და ქვევრის ნატეხებია აღმოჩენილი. ავენახებს ჩალანთს რატომ ეძახიან ჯერ კიდევ დაუდგენელია, მაგრამ ის ვიცით, რომ ამ ფერდობებზე გაშენებული ვენახები მამათა მონასტერს აკრავს გარს. ზედაშის საიდუმლო სამოსაცნობად მამათა მონასტერს ვეწვიეთ. როგორც მამებისგან შევიტყვეთ, მონასტრის ეზოში არის შემორჩენილი უძველესი საწნახელი, მარნის და ქვევრის ნანგრევები. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში სწორედ ამ საწნახელში იწურებოდა ყურძენი და ამ ქვევში ჩაედინებოდა დაწურული ღვინო. ამ უნიკალური საწნახელის ანალოგი სოფელში არ მოიპოვება. სოფელში ყველა გვარს ან რამოდენიმე ოჯახს გვარიდან თავისი ზედაში აქვს. ეს წმინდა ადგილია, სადაც ქვევრია ჩაგდებული. შემდეგ პერიოდში ზედაშემ სხვა დაძვირთვა შეიძინა. ის წმინდა ადგილად არის მიჩნეული. შეიძლება მარაში ან სულად ვენახში იყოს. უმრავლეს შემთხვევაში ქვევრი ცარიელია. ზოგიერთში კი ბოთლით ღვინოა ჩადგმული. ჩვენ ახლა ლეონიძეების ზედაშეზე ვიმყოფებით. ხატარზეული გიორგი ლეონიძის მშობლიური სოფელია. მისი სახლის რესტავრაციისას მშენებლება სწორედ ამ ადგილას აღმოაჩინეს უძველესი ქვევრი, ეგრეთ წოდებული ქოცო და მასში ჩადგმული უძველესი ღვინის ბოთლი. ღვინო საუცხოო დასალევი აღმოჩნდა. ჩვენ ბურდულების ოჯახს სტუმრობთ. ბურდულები ხელიდან ჩამოსახლებოდა. ლომისის წმინდა გიორგის ხმებს ტყეში თავიანთი სალოცავი აუშენებია, ხოლო სოფელში მარანი და ზედაში. ამჟამად ლადო პაპას მარანში ვიმყოფებით. ეს მისი ხელით ჩადგმული ზედაშია. აქ ყველაფერი სუფთად არის. ზედაშის დიდი რიდი და პატივი თეპყრობია. ამ ზედაშის შესახებ კი საინტერესო ინფორმაციას თვით ოჯახის დიასახლის მოგვითხრობს. ეს მარანი უკვე დანგრეული იყო, სადაც საგვარეულოს ზედაშეები იმყოფებოდა. ზედა სახურავი აღარ ჰქონდა, აწვიმდა ზედა ბოდიში და ძაღლი და ვორი ყველა დადიოდა მასზე. მამაჩემ გაითვალისწინეს და ამოიღო იქიდან, ამოთხარა ზედაში და შემოიტანა თავის ახლა დაშენებული სახლი იყო, მაშინ ეს როცა შემოიტანა. ხო და იმის შემდეგ სანამდე ცოცხალი იყო, ყოველთვის ახდიდა ამას გამოწმინდავდა, ჩადერდაში ჩაასხავდა ღვინოს და როცა საჭირო იყო გახსნიდა მას და ასე იყო მის გარდაცვალებამდე და მის შემდეგ ეკივას უთავებ, მაგრამ ბოთლებს ჩავდგა ხოლმე ღვინისა და სხვანაირად არაფერი გამიკეთებია. ეს ზედაშეებიო თავის დროზე რომელიმე სალოცავისთვის ჰქონდათ ჩასხმული, განსაკუთრებით რომ თუ იმ სალოცავზე არ წავიდოდა, ამას ხელს არ ახლებდნენ და აი ამიტომ იყო ეს ზედაშეებთან დანარჩენი ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ზედაშეებს არ ქონია. ბურდულების უძველესი მარნიდან მხოლოდ ეს კედელიღაა შემორჩენილი. ეს კი ის ერთადერთი ზედაშია, რომელიც იმ ძველ მარანში ინახებოდა და დღეს თედო ბურდულის ოჯახშია შემონახული. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ოჯახს, სრულიად საქართველოს ფარავდეს ზედაშის მარანი. გაუმართლოს.